მოგესალმებით ბატონო მიხეილ, დიდი მადლობა მობრძანებისთვის და პირველ რიგში მინდა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ვკითხოთ. მხარეებმა უკვე გააკეთეს განცხადებები, რომ რაღაცა მნიშვნელოვან თემებზე არ შედგა მოლაპარაკება, თუმცა ბრალდებები ტრადიციულად ერთმანეთს აბრალებენ. თუ შეგიძლიათ თქვენ შეაფასოთ ეს სიტუაცია და საბოლოო ჯამში გამოვკვეთოთ რა შეიძლება ყოფილიყო ხელისშემშლელი ფაქტორები ამ კოაბიტაციის ჩაშლის, ესე ვთქვათ, კონსტიტუციასთან მიმართებაში. ის რა არის, მე მოლაპარაკების დეტალებს არ ვიცნობ, ცხადია, ხო, მაგრამ ზოგადი შთაბეჭდილება ისეთია, რომ მთელი ამ პროცესის, ვთქვათ, წარმმართველი არის ბიძინა ივანიშვილის შიში იმისა, რომ მიშა სააკაშვილი მას სამსახურიდან გაუშვებს. Toro, მესმის პრინციპში, ასე ვთქვათ, მისი, რომ ადამიანმა ბევრი ფული დახარჯა, შპს საქართველოს საკონტროლო პაკეტი იყიდა ფაქტიურად, არჩევნები მოიგო, გახდა დირექტორი და ამ დროს არის ვიღაცა, რომელმაც შეუძლია ამ სამსახურიდან გაუშვას. ახლა მისთვის ფსიქოლოგიურად ეგ ძალიან ძნელი არის ამ სიტუაციაში ცხოვრება. და შესაბამისად მე რამდენადაც ვიცი, თქვა დავალება მომლაპარაკებელს ბიძინა ივანიშვილისგან და მომლაპარაკებელი ამ შემთხვევაში არის დავით უსუფაშვილი. კონდა ეგეთი რომ აფერი არ მაინტერესებს, თავარია რომ აი ეს კონსტიტუციის ეს ნორმა, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტს შეუძლია გაათავისუფლოს მთელი მთავრობა პრემიერ-მინისტრის ჩათვლით, იქნას ამოღებული რამენაირად. ესე იგი შესაბამისად კიდევ ერთი არის ფაქტი ის, რომ ბიძინა ივანიშვილი დარწმუნდა და მე როცა ვამბობ ბიძინა ივანიშვილია ქართულ ოცნებასაც გულისხმობ, იმიტომ რომ მე ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ქართულ ოცნებაში როგორც კოალიციაში ან პარტიაში ვინმე რაიმე გადაწყვეტილებას იღებს ბიძინა ივანიშვილის გარდა. ის დარწმუნდა იმაში, რომ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების რეალისტური შანსი უახლოეს მომავალში არ აქვს. მიუხედავად მისი ყველანაირი მცდელობისა, იქ სხვადასხვა სახის ზეწოლა ან როგორ გითხრათ, მოლაპარაკებები უმცირესობის დეპუტატებთან იყო ბევრნაირი, იყო პირდაპირ ფულის შეთავაზება, მე რამდენადაც ვიცი, ხო? იყო შანტაჟი უბრალოდ. იცით რა, არა. სხვა შორის მე ძალიან მინდოდა გამეგო ჩემი რამდენია, მაგრამ ვერ გავიგე. თავის დროზე, როცა საინტერესო ვიყავ. იყო შანტაჟი, ფულის შეთავაზება, უბრალოდ ესე ახლობლების სახლში მოსვლა და შენს მომავალზე იფიქრე, ესეთი ასე ვთქვათ, შეფარული მუქარა, ხო? აი ეს ყველანაირი მეთოდი წადეს, რაც გამოვიდათ ვიცით, რამდენიმე დეპუტატი ან გადავიდა, ან წავიდა უმცირესობიდან, ან რაღაც დამოუკიდებელი გახდა, ზოგს შვილი დაუჭირეს, ზოგს ქმარი და ასე შემდეგ. მაგრამ ფაქტი ის არის, რომ ამითი ვერ მიაღწია 100 ხმაზე მეტს, 101-ს და შესაბამისად იძულებულია მოლაპარაკებებზე წავიდეს. ნახოთ რა გამოვა, უბრალოდ მე არ მომწონს თვითონ ამ პროცესის, ასე ვთქვათ, ის რამაც ეს პროცესი გამოიწვია, ანუ ეს არის უბრალოდ რაღაცა პირადი კერძო ინტერესებით გამოწვეული კონსტიტუციის ცვლილება. ეს არის ირაციონალური შიში ბიძინასი, რომ მიშა მას გაუშვებს სამსახურიდან და მეორე არის, ასე ვთქვათ, პირადი ბოღმა, რომელიც ან ზიზღი, რომელიც ამოძრავებს ქართული ოცნების ბევრ წევრს მიშა სააკაშვილის მიმართ. და მათ საერთოდ არ მოწონთ და მიუღებელია მათთვის სიტუაცია, როდესაც ისინი არ ფლობენ მთელ ძალაუფლებას საქართველოში და რომ არის რაღაცა სხვა ძალაუფლების ცენტრი, პრეზიდენტი და აი ამის შეცვლა უნდათ. ამ დროს ისინი არ ფიქრობენ საერთოდ საქართველოს სად უნდა განვითარდეს და როგორ მომავალში, ხო? ჩემი აზრით ძალიან არასწორია. ვთქვათ, ერთი ხელისუფლების ცენტრის ქონა, მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც საქართველო მუდმივად არის რუსეთისგან საფრთხის მოლოდინში, როდესაც საქართველოში არ არის ისეთი ცხოვრების დონე, რომელიც გარანტირებულს გახდიდა მის შემდგომ დემოკრატიულ განვითარებას,
და ზოგადად ეს სადღაც $10,000 ერთსულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის, რის მერეც თქვა დემოკრატიული რეჟიმი შეუქცევადია. ამიტომ ყოველთვის არსებობს ამ ჩვენ ქვეყანაში სამწუხაროდ საფრთხე იმისა, რომ რაღაცა ძალა მოიგებს არჩევნებს და მერე ყველაფერს შეატრიალებს. ეხლაც ამ საფრთხის წინაშე ვდგევართ. შესაბამისად რაღაც დამოუკიდებელი ლეგიტიმაციის მქონე ხელისუფლების ცენტრი ორი მაინც საჭიროა. ეს იქნება პრეზიდენტი და პარლამენტი. იმის გამო რომ ბიძინა ივანიშვილს რაღაც შეშინია და იმის გამო რომ სიტყვაზე ვახტანგ ხმალაძეს არ უყვარს მიშა სააკაშვილი, არ უყვარს კი არა ეზიზღება, ამის გამო ჩვენ ახლა ისეთ პროცესში ვართ ჩართული, რომლის შედეგით შეიძლება კონსტიტუციის ისე შეცვლა იყოს, როდესაც არანაირი ბერკეტი შემაკავებელი იმისა, რომ რომელიმე ძალა სრულიად შეცვლის საქართველოს გინდა საგარეო პოლიტიკურ კურსს, გინდა შიდა თქვათ პოლიტიკას და ეკონომიკურ პოლიტიკას არ არსებობს. ვნახოთ რითი დამთავრდება ეს, მაგრამ ერთი არის კაი ამ ყველაფერში ის არის კარგი, რომ როგორც იქნა რაღაც ასე თუ ისე დემოკრატიულ ჩარჩოებში ეს მოლაპარაკები მიმდინარეობს და ვთქვათ იგივე პარლამენტის თავმჯდომარეს გამბედაობა ყოფნის და ასე ვთქვათ სიმამაცე რომ პრეზიდენტს სიტყვა გააწყვეტინოს თქვათ პრესკონფერენციაზე, რაც მანამდე მე არ მინახავს. ეს თავისთავად კარგია, საერთოდ ეგეთ რეჟიმში ცხოვრებას თუ მივაჩვევით, ესეც კარგი იქნება. ბატონო მიხეილ, თქვენ ახსენეთ ბიძინა ივანიშვილის შიშები, თუმცა რა შეიძლება გახდეს მაინც პრეზიდენტის მხრიდან პარლამენტის დათხოვნის, გადაწყვეტილების მიღების მიზეზი ან საფუძველი? შეიძლება თუ არა ეს იყოს მაგალითად იგივე საგარეო ვექტორი, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ან იგივე ის აგრესიული ან კრიმინოგენური სიტუაციის დაძაბვა. ზოგიერთი ექსპერტი ამბობს, რომ სააკაშვილს უბრალოდ არ უნდა აწყობდეს პარლამენტის დათხოვნა, იმიტომ რომ ხალხის განწყობები ჯერ ნაციონალური მოძრაობის ხარეს არ არის და მის მაინც ვერ შეცვლის სურათს, ესე რომ ვთქვათ, პარლამენტში. ორი რაღაცა, პირველ რიგში დღეს ვთქვათ პარლამენტის და მთავრობის დათხოვნა პოლიტიკურად შეუძლებელია. ანუ თუ ვთქვათ ჩვენი პრეზიდენტი არ არის სრულიად გიჟი, ამის გაკეთება მას არ უნდა უნდოდეს, იმიტომ რომ ეს ეგრევე გამოიწვევს სამოქალაქო დაპირისპირებას, რომელიც შეიძლება ომშიც გადაიზარდოს, ხო? მაგალითად 92 წლის ომი, ხო? სადაც რეალურად მთავრობა და პარლამენტი ებრძოდნენ ერთმანეთს ტანკებით და რაც უბედურებით. ეს პოლიტიკურად შეუძლებელია, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ეს არის პოლიტიკურად შეუძლებელი, თვით ეს ამ შესაძლებლობის არსებობა კონსტიტუციაში, ხო? როგორ გითხრათ, სხვანაირად მოტივირებს პოლიტიკურ ველზე მოთამაშეებს მათი ქმედებების დაგეგმვის დროს. და ის რისკი, რომ სიტუაცია შეიძლება მივიდეს იქამდე, როცა პოლიტიკურად შესაძლებელი იქნება ამის გაკეთება, ამ რისკის გაცნობიერება აიძულებს მოთამაშეებს ერთმანეთთან მოლაპარაკებები აწარმოონ, შეთანხმდნენ და არ მიიყვანონ სიტუაცია იმ მდგომარეობამდე, როდესაც ერთი მხარე იძულებული იქნება ძალმხრივი გადაწყვეტილებები მიიღოს და თავისი უკიდურესი ძალაუფლება გამოიყენოს. ამისთვის არსებობს ეს, რა ქვია იმას, checks and balances, ანუ შემაკავებელი რაღაც გარემოებები ხელისუფლების შტოებს შორის, ხო? შეერთებულ შტატებშიც იგივე, ჩვენთანაც იგივე არის. ჩვენ შეიძლება ვიდაოთ იმაზე და ვილაპარაკოთ, რამდენად ეფექტურია, რამდენად ოპტიმალურია ის თქვათ ეს შეკავების მექანიზმები, რომლებიც ჩვენ კონსტიტუციაში არსებობს, მაგრამ ისინი არსებობენ. ხო და მე მანამდე რას ვამბობდი, რომ იმის გამო, რომ ვიღაცას ამ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ ვინც არ უნდა იყოს მან, ხო, აქვს რაღაცა თავისი პირადი შიშები ან ინტერესები, ამის გამო ამ შეკავების მექანიზმების გაუქმება არის ჩემი აზრით ყოველდღე დაუშვებელი.
ბატონო, თქვენ ამბობთ მუდმივად, რომ ბიძინეევანიშვილს ახსენეთ ბიძინეევანიშვილს შიშებს და თქვით, რომ იმიტომ რომ ვახტანგ ხმალაძეს მაგალითად ეზიზღება ნაციონალური მოძრაობა. ეს განწყობა, ზიზღის განწყობა ნაციონალური მოძრაობის მისამართით და რევანში, ასე რომ ვთქვათ, ბოლოდროინდელ გარკვეული ადამიანების მხრიდან გამოიკვეთა, რომ თუ არ იქნება სამართლიანობა აღდგენილი, მაშინ ჩვენ ლინჩის წესით, მაშინ ჩვენ თვითონ აი ესეთი განწყობების ძევალი, ესე რომ ვთქვათ, ბიძინეევანიშვილი არის თუ ის გამოხატავს ერთგვარად და ხარს უჭერს ესეთ განწყობებს, თქვენი აზრით? მე არ ვიცნობ მას, ამიტომ რასაც ხედავ გარედან, იმაზე შემიძლია მსჯელობა. მე მგონი თვითონ აქვს რაღაც პერსონალური პრობლემა პრეზიდენტთან, ანუ პერსონალურ დონეზე. მაგრამ საერთოდ ზოგადად ამ არჩევნების მერე ქართული ოცნების რიტორიკა, მოქმედებამ შექმნა ის სიტუაცია, როდესაც ეს რევანშისტული და მე ვიტყოდი შურისძიების სიტუაცია შესაძლებელი გახდა, ხო? და სამწუხაროდ ქართული ოცნება არაფერს არ აკეთებს იმისთვის, რომ ეს რამენაირად შეცვალოს. ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ ვიღაცა თავზე ხელაღებულმა ადამიანმა შეიძლება იქ დაждდეს და გამოაცხადოს, აი ახლა სამართლიანობას მე აღვადგენ. იმიტომ რომ ზოგადად განცდა არის იმისა, რომ ეხლა ჩვენი დრო მოვიდა, ამათ ყველას დავიჭერთ და ჩვენია ეს ქვეყანა და სხვადაღებული ყაზახეთის კანალებიც ჩვენი იქნება და ასე შემდეგ. და გასაგებია, რომ ზოგიერთს რაღაც ინტელექტი ყოფნის, რომ ეს თავი შეიკავოს, ზოგიერთს არ ყოფნის ინტელექტი, რომ თავი შეიკავოს და იმ დაპირებებს იზოვა, ქუჩაში გამოვა და სროლას დაუწყებს ნაციონალური მოძრაობის მომხრეებს. სხვა შორის ჩვენ საქართველოს ეხანდელ მთავრობაშიც ამ მხრივ სხვადასხვა სიტუაციაა, ხო? ერთ მხარეს, ასე ვთქვათ, უფრო პასუხისგებლურად მოქმედი პარლამენტის თავმჯდომარეა, ბოდიში მთავრობის წევრი არ არის, მაგრამ ვთქვათ, იგივე ირაკლი ალასანია, ხო, და მეორეს მხრივ ყავს თეატო ლუკიანი, ხო, რომელიც პირს რომ დააღებს, იქიდან ელოდები, რომ ნაციონალური მოძრაობის პირდაპირ გინებას გაიგებს. კი ბატონო. საქმე იმაშია, რომ მე ეგეთი შტაბ-ეშტილება დამჭა, მე როგორც თქვენ ეს დღეს გავიგე, ხო, სანამ აქ მოვიდოდი 1-2 საათით ადრე. მე ისეთი შტაბ-ეშტილება დამჭა, რომ იმ რიტორიკას, რომლითაც აი ამ ინიციატივას აფორმებენ, არაფერი საერთო არ აქვს რეალურ მიზნებთან. და მიზანი არის ქართული ოცნების და როცა ვამბობთ ქართულ ოცნებას გულისხმობთ ბიძინეევანიშვილს და პირიქით, რომ სრული კონსოლიდაცია მოახდინოს ხელისუფლების თავის ხელში. რომ პრეზიდენტს არ დარჩეს, ამ შემთხვევაში პრეზიდენტს არ დარჩეს არანაირი, თქვათ, შემაკავებელი ბერკეტი, მათ შორის გუბერნატორი, რომელიც ძალიან ხელს უშლის იმ ესეთი ოცნების მიერ ჩამოყალიბებული ესეთი აწყობილი სურათის დალაგებაში, ხო, სადაც ყველაფერს ისინი მართავენ და ყველაფერი წესრიგშია, საკრებულოებში ჩვენი ხალხია, იქ გამგებლები ჩვენიანები, ამ დროს გუბერნატორია, რომელსაც საერთოდ ვერ აკონტროლებენ. ამიტომ ამას დეცენტრალიზაციასთან არანაირი საერთო არ აქვს. შეგახსენებთ, რომ როცა პარლამენტში შეიკრიბა ერთ-ერთი პირველი ინიციატივა, მაგალითად ნაციონალური მოძრაობის იყო, რომ საერთოდ ავირჩიოთ ყველა გუბერნატორი და თქვათ რამდენი ჩვენი ქალაქების მერები, რაზეც მიიღეს ცივი უარი, რა დროს ეგარიო და ეხლა უცებ იგივე მოტივებით, ასე ვთქვათ, იგივე რიტორიკით აპირებენ რას, რომ პრეზიდენტს წაართვან კიდევ ერთი ხელისუფლების რაღაც ნაწილი, ხო? ერთი რაღაცა უნდა ვიცოდეთ და მე მგონი კარგად უნდა გავიცნობიეროთ, რომ იმ შემთხვევაში თუ ქართულმა ოცნებმა ტირე ბიძინეევანიშვილმა ჩაიგდო მთლიანად ხელისუფლება საქართველოში, 1 ოქტომბრის არჩევნები იქნება ბოლო დემოკრატიული არჩევნები, რომელიც ამ ქვეყანაში ჩატარდება. მან თუ ეს მოახერხა,
დემოკრატია მორჩება ამ ქვეყანაში. დაუბრუნდებით ესეთ საბჭოთა წყობილების პოსტსაბჭოთა რესპუბლიკაში, როგორც არის მაგალითად დღევანდელი ბელორუსი, უკრაინა, ტაჯიკეთი, ყირგიზეთი. ანუ ამიტომ მე კატეგორიული წინააღმდეგი ვარ პირადად ამ ცვლილებისა, რომელზეც თქვენ თქვით. იმიტომ კი არა რომ მე დეცენტრალიზაცია არ მინდა, მე ჩემი შეხედულებები უფრო ფედერალისტურია და მე მიმაჩნია რომ სუბსიდიარობის პრინციპის დაცვით უნდა ასე ვთქვათ ადგილებზე იყოს იმდენი ძალაუფლება, რამდენიც არის საჭირო და არა ნაკლები, ხო? რაც უფრო პატარა არის ცენტრალური მთავრობა, მით უფრო უკეთესია ყველასთვის, დემოკრატიისთვისაც, ეკონომიკისთვისაც და ასე შემდეგ, მაგრამ ამ შემთხვევაში მოტივი ამ ცვლილებები, ამ ინიციატივის წარდგენისა არ არის ფედერალიზმი, ეს არის უბრალოდ ხელისუფლების კონსოლიდაციის ერთ-ერთი მორიგი მცდელობა. და მე აი ამ საფრთხეს ვხედავ, ამიტომ მე არ მგონია რომ ეს კარგი იდეაა. საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ, თქვენ თქვით რომ შეიძლება ბოლო ესეთი დემოკრატიული არჩევნები იყოს. თქვენი აზრით, ბევრი მსჯელობა ამ თემასთან დაკავშირებით, ნაციონალური მოძრაობა და ქართული ოცნება ტოვებენ თუ არა სივრცეს სხვა პარტიებისთვის, ხო შეიძლება იყოს ესეთი განცხადებები, რომ შეიძლება გარიგდეს ეს ორი პარტია და სხვა პარტიებისთვის უბრალოდ სივრცე აღარ დარჩეს. არის ესეთი ვერსიაც მოვლენების განვითარების. მე არ დავარქმევდი ნაციონალურ მოძრაობას და ქართულ ოცნებას პარტიებს საერთოდ, ასე რომ ეს არის უფრო პარტიების კრებული, იქითაც და ქართულ ოცნებაში ხო პირდაპირ ეგრეა, იქ რაღაც 5 პარტიის კოალიცია, ხო? და თან ადრეც ვამბობდი და აზრი არ შემიცვლია, რომ იმ კოალიციაში გაერთიანებულ პოლიტიკურ ძალებს და ფიგურებს აერთიანებს არა იდეოლოგია, არა რაღაცა საერთო მომავლის საერთო ხედვა, არამედ ბიძინა ივანიშვილის ფული და რევანშისტული განწყობები, ხო? ნაციონალური მოძრაობაც არ არის ესეთი ჰომოგენური, ანუ იქ ვთქვათ ესეთი პოლიტიკური შიდა ბრძოლა არ მიმდინარეობს, მაგრამ არის მე ვიტყოდი სხვადასხვა ასე თუ ისე განსხვავებული შეხედულებების, ასე ვთქვათ, ჯგუფები, ხო? ამიტომ ეგ პირველი, მაგრამ მეორე არ მგონია რამე გარიგებაზე იყოს საუბარი, იმიტომ რომ ანუ იმდენად განსხვავებული არის ხო, მაგრამ კოაბიტაცია გარიგებას ხო არ ნიშნავს აუცილებლად, ხო? ანუ კოაბიტაცია არის ერთი, გარიგება არის მეორე, ხო? და კონფრონტაცია კიდე მესამეა. ასე რომ არ მგონია რომ რაღაც ეგეთია ის შეთქმულება ან რამე არსებობს იმისთვის, რომ რაღაც სხვა პარტიები არ წარმოიქმნან. ჩემი აზრით ესე თუ გაგრძელდა როგორც ახლა, აუცილებლად მივიღებთ რაღაცა კიდევ დამატებით ძლიერ პოლიტიკურ ძალებს. ამ შემთხვევაში მაგეთ ან მესამეს, მეოთხეს, მეხუთეს, ხო? მაგრამ აქ არის ერთი პრობლემა, რომ მე რამდენადაც მესმის ბიძინა ივანიშვილის ამოცანა არის, რომ საერთოდ არ იყოს საქართველოში რაიმე ძლიერი პოლიტიკური ძალა, რომელიც მასზე არ იქნება დამოკიდებული. ერთ-ერთი ეს არის ალბათ ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ის ასე ვთქვათ გამწარებული ებრძვის ნაციონალურ მოძრაობას. რომ დღეს ბიძინა ივანიშვილზე არადამოკიდებული ძლიერი პოლიტიკური ძალა არის მხოლოდ ნაციონალური მოძრაობა. სამწუხაროდ ეგრეა. ამიტომ რაღაც გარიგებაზე ლაპარაკი, რომ იქნება ორი დიდი პარტია, ერთი ბიძინა ივანიშვილის და მეორე ვიღაცა სხვისი, ამაზე ჩემი აზრით ლაპარაკი ზედმეტია, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილის ხედვაში, როგორც მე მესმის მისი ინტერვიუებიდან, თქვათ ცალკეული გამონათქვამებიდან და მოქმედებიდან ეს არ შედის. მის ხედვაში შედის ცოტ სხვანაირი სურათი. როდესაც საქართველოს პოლიტიკური სპექტრი არის ესეთი მღვრიე წყალივით, სადაც ნებისმიერი თევზი, რომელსაც უნდა რომ გაიზარდოს, აუცილებლად ბიძინა ივანიშვილისგან უნდა მიიღოს საკვები და ის არის ესეთი, ვთქვათ, მას თავისი როლი წარმოუდგენია, როგორც
ერის მამა, რომელსაც არანაირი პრინციპში პოლიტიკური პასუხისმგებლობა არ აკისრია, მაგრამ ის მაინც ყველაფერს აკონტროლებს. აი, ჩემი აზრით, მას უნდა ამას რომ მიაღწიოს. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რატომ არ უჭერ მე მას მხარს მაგალითად. ესე იგი პირველი რამ მინდა ვთქვა, რომ ნაციონალურ მოძრაობას, როდესაც ის პარლამენტს აკონტროლებდა ძალიან კარგად, ეს უნდა გაეკეთებინა ჯერ კიდევ მაშინ. მაგრამ ნაციონალურ მოძრაობას დაემართა ერთი პრობლემა, რომელიც ესეთ მართლ პარტიას ემართება ხოლმე, მათ გადაწყვიტა სამ რაღაც წარმოდგენა ჰქონდათ, რომ ისინი არიან სამუდამოდ. და ეხლა ვინ უნდა მოიგოს არჩევნები სხვა, ხო? აი ეს ჭირდათ. კიდევ კაი რომ ეკონომიკური თავისუფლების აქტი მაინც გვაქვს, ხო, სადაც შეზღუდული არის მაკროეკონომიკური პარამეტრები. მაგრამ ამის ჩაწერაც ხო შეეძლოთ. რას ელოდებოდნენ? იმას რომ გოგი თოფაძე მომხვედრილიყო პარლამენტში, რომელსაც ნატო გონია რაღაც მასონების შეთქმულებით შექმნილი ორგანიზაცია. ანუ და ეხლა როცა დაინახეს ხო რომ რეალური საფრთხე არის რაზე არის ლაპარაკი საქართველოს დააღწევს თავს რუსეთის პოლიტიკურ ორბიტას ხით გამოსულები ვართ მაგრამ იმ ერთი ფეხის უკან ჩადგმას პრობლემა არ წარმოადგენს ხო არა რუსეთის გეოპოლიტიკური სივრციდან. ანუ საუბარი არ არის ის ესეთი დაბრუნებაზე, მაგრამ ხო როგორ არა გეოპოლიტიკურ ვექტორს ემუქრება თუ არა საფრთხე. ჩემი აზრით ემუქრება, მაგალითად როგორც კი დაიწყება თუნდაც მოლაპარაკება რკინიგზის გახსნაზე აფხაზეთის გავლით, ჩათვალეთ რომ საგარეო პოლიტიკური ვექტორი შეცვლილია დიდი ხნით. ხო და არ არის აუცილებელი ამისთვის რომ რაღაც ფორმალურად რაღაც ხელი მოვაწეროთ რამე დოკუმენტს ან ასე შემდეგ. და ეხლა ნაციონალური მოძრაობა ჩემი აზრით ისე ვიმეორებ მე არ ვარ ამ მოლაპარაკების დეტალებში ჩახედული, მაგრამ როგორც ხედავ გარედან სიტუაცია შემდეგია რომ ნაციონალური უმცირესობა ნაციონალურმა მოძრაობამ იგრძნო რომ უმრავლესობას რაღაცა უნდა, რასაც ვერ აღწევს მათთან კომპრომისის გარეშე და ამის სანაცვლოდ, ანუ ეს რაღაც არის ის, რაც მარტო აინტერესებს რეალურად, როგორც თქვი, პრემიერ-მინისტრს. ნაციონალურ მოძრაობას ეს არ არის პრინციპულად მნიშვნელოვანი საკითხი, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე, ხო? შესაბამისად, ამის სანაცვლოდ მე მათ ადგილას ყოველ შემთხვევაში ვეცდებოდი ცალსახა მკაფიო ჩანაწერის გაკეთებას კონსტიტუციაში, სადაც იქნებოდა ცალსახად ნათქვამი, რომ საქართველოს მიზანია ნატოს წევრობა, საქართველოს მიზანია ევროკავშირის წევრობა, ამ მიზნის გარდა ჩვენ სხვა გეოპოლიტიკური მიზნები არ გაგვაჩნია და ჩვენ არასდროს არ გავხდებით იმ ორგანიზაციის წევრი, რომელშიც ექსკლუზიურად ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკები არიან გაერთიანებული რუსეთის ჩათვლით. აი, დაახლოებით ესეთი ფორმულირებაზე შეიძლება ვიდაოთ. ამიტომ ხო, ამ შემთხვევაში ეგ სავაჭრო საგანია, მაგრამ მე ძალიან მივესალმები თუ ეს ვაჭრობა დამთავრდება რაღაცა შედეგი და მართლა მივიღებთ ამ ჩანაწერს კონსტიტუციაში. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ხალხი, რომელიც ახლა ნაციონალურ მოძრაობაშია, მათ შეეძლოთ ამის გაკეთება თუნდაც 6 თვის წინ. რატომ არ გააკეთეს? ეგონათ რომ სამუდამოდ არიან, რომ არაფერი აღარ შეიცვლება, ანუ არ არის ეგრე, ხო? დემოკრატიაზე თუ არის ლაპარაკი, იმისაც უნდა ელოდო, რომ შენი პარტია არჩევნებს წააგებს. ბატონო,
მანამდე როგორ უყურებთ ვახტანგ ხმალაძის ლოგიკას ამ შემთხვევაში, რომელიც ამბობს, რომ ჩანაწერი თუ გაჩნდება მათში პრორუსული, ეგრეთ წოდებული პრორუსული პარტიებისთვის, პრორუსული პარტიები კონსტიტუციის გარეშე დადგებიან და მათ არ ექნებათ პოლიტიკური საქმიანობის წარმოების უფლება, ეს გარკვეულწილად იქნება ანტიკონსტიტუციური. მე საერთოდ დიდი ხანია შევამჩნია, რომ ვახტანგ ხმალაძეს უყვარს რაღაცეების გაწელვა და მისთვის ეს იურიდიული რეალობა ცოტა პლასტიკურია. ანუ კონსტიტუციაში ჩანაწერი ნიშნავს მაღალი დონის ბარიერს იმისკენ, რომ ეს არ მოხდეს. მაგრამ ეს კონსტიტუცია ბიბლია არ არის, ხო? მისი შეცვლა შეიძლება, მაგრამ იმისთვის, რომ ეს შეიცვალოს, ამისთვის იქნება შემდგომ საჭირო ძალიან ფართო და მყარი კონსენსუსი მთელს საქართველოს მოსახლეობაში. ამაზე არის ლაპარაკი. ამიტომ არის ეს საჭირო. პირიქით, ეს კონსტიტუციის ჩანაწერი არის გარანტი იმისა, რომ რაღაცა ძალა, რომელსაც აქვს თუნდაც 6 ან 16 მილიარდი და უბრალოდ მოინდომა რაღაცა მიზეზებით, ამ ძალამ ფართო კონსენსუსის გარეშე ვერ მიაღწიოს ამას, ხო? თორემ თუ ეხა მთელმა საქართველოს მოსახლეობამ გაიღვიძა ერთ დღეს და გადაწყვიტა, რომ რუსეთის იქით გზა არ ქონიო, ეხა როგორც იტყვენ, თავზევით ძალა არ არის, ხო? მაშინ ეს პრორუსული პარტია, რომელზეც ვახტანგ ხმალაძე ესე ზრუნავს, გულის ამაჩუყებლად, გახდება ძალიან დიდი პარტია, მოიპოვებს საკონსტიტუციო უმრავლესობას, ჩაატარებს რეფერენდუმს და მიაღწევს თავის მიზანს, ხო? ეგ არის დემოკრატიის არსი. აქ არის ლაპარაკი იმაზე, რომ არამდგრად დემოკრატიაში, როგორიც არის საქართველო, რომელშიც არის ძალიან მნიშვნელოვანი საგარეო ფაქტორი, როდესაც ჩვენზე ძალიან ბევრჯერ დიდი სახელმწიფო ხარჯავს ძალიან ბევრ ფულს იმაში, რომ თავის გეოპოლიტიკურ ინტერესებს მიაღწიოს შიდა პოლიტიკური ინსტრუმენტებით საქართველოში, არსებობს ყოველთვის საფრთხე, რომ როდესაც პატარა ჯგუფი, შედარებით პატარა, ასე ვთქვათ, ქართველი ხალხის და დაუკითხავად რაღაცას გააკეთებს. კონსტიტუციაში ის ჩანაწერი, რომელზეც მე ვლაპარაკობ, არის იმის გარანტია, რომ ეს არ მოხდება იოლად. თორე შესაძლებელი ყველაფერია. არის. იმიტომ რომ წარმოიდგინეთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა და ან თქვათ არ ვიცი, ამ შემთხვევაში ვინც გნებავთ ის იყოს, მიშა თავხელიძემ, ხო? უბრალოდ იყიდა მარტივად პარლამენტის 102 დეპუტატი და შეიყვანა საქართველოს SNG-ში. რა შეუშლის? ამას ხელს შეუშლის რეფერენდუმის შედეგები ან უსაფრთხოების კონცეფცია? არა. ამიტომ საჭირო არის კონსტიტუციური ჩანაწერი და ძალიან მაღალი ბარიერი იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს. შვილმა თუ არ ვწდები პრაიმ ტაიმის ზუსტად აქ გააკეთა ეს განცხადება, რომ წინა ხელისუფლებამ იმიტომ არ ჩაწერა ეს კონსტიტუციაში, რადგან მაშინ კონკრეტულად იყო განსაზღვრული საგარეო კურსი. რამდენად არის თქვათ ეს თავის მართლება თუ ამას ვამბობ, რომ წინა ასე ვთქვათ, ნაციონალურ მოძრაობას ეგონა 1 ოქტომბრამდე, რომ ის არის სამუდამოდ ხელისუფლებაში და თუ არ არის სამუდამოდ, აუცილებლად ვინმე სხვა ვინც არჩევნებში გაიმარჯვებს, როდესაც იქნება პრინციპში ესეთივე, როგორც თვითონ არიან და არ არის ეგრე. ჩემი აზრით ეს არის ძალიან დიდი შეცდომა. საერთოდ ამ წარმოდგენიდან, რომ ნაცმოძრაობა არის სამუდამოდ და ასე ვთქვათ, სულ იქნება წამყვანი პოლიტიკური ძალა, ბევრი მათი შეცდომა გამომდინარეობს, ძალიან ბევრი. ეკონომიკური პოლიტიკა, თქვათ, ბევრი რაღაცა უბრალოდ ახლა უცებ ჩამონათვალს ვერ მაგრამ თითქმის თუ რაიმე შეცდომებზე არის ლაპარაკი წინა ხელისუფლების, თუ კარგად მოიჩხრიკები, აუცილებლად მიხვალ იმ დასკვნამდე, რომ ეს არის ამის შედეგი.
მაგალითად თუნდაც ის რომ ნაციონალურ მოძრაობას როგორც აღმოჩნდა მიუხედავად როგორც აღმოჩნდა არჩევნების შემდეგ არც ისე დიდი ასე ვთქვათ იდეოლოგიურად შეკავშირებული აქტივია ხო აღმოჩნდა რომ ბევრი ხალხი საერთოდ დროებით იყო იქ იმიტომ რომ ხელისუფლების პარტიაა და ეს ქართულ ხალხს მაინც ჩვენს მოქალაქეებს ეს საბჭოთა მენტალიტეტი ცოტა მოყვება ახლა რა ვქნა ვერ მოვიშორეთ ჯერჯერობით და ბაჩო ახლა ეს აფერი არ გაინტერესებს არა რა ვიცით ჯერ ერთი ფაქტი არის რომ საერთოდ ჩემი აზრით ეს ბაჩო ახლა ეს ჯერ ბაჩოზე ვიტყვი დავიწყოთ იქიდან რომ მე მას არ ვიცნობ ერთი ორჯერ ხელი ჩამომირთვევია ჩემ მეგობარი არ არის მაგრამ ფაქტი არის რომ ამ ადამიანისგან ქართულ ოცნებას უნდა შექმნას რაღაცა ხატი სადისტის, ბავშვების ჭამელის, სისხლის მსმელის და ასე შემდეგ. ამას აკეთებდა ჯერ კიდე არჩევნებამდე. რატომღაც ეს ეგრეთ წოდებული ცოცხების ამბავიც მაგას დაბრალდა, თუმცა ის ამ დროს არსად არ იყო იქ ახლოსაც. და შემდეგ როცა შეძლეს ასე ვთქვათ, როცა მიეცათ საშუალება მისი დაჭერის, ხო, და მის წინააღმდეგ საქმის გახსნის და ასე შემდეგ, აღმოჩნდა რომ არაფერი არ აქვს იმის დამადასტურებელი, რომ ახალაი არის სადისტი. არადა საზოგადო იმიჯის შექმნაში ყველა მონაწილეობდა და ისეთი ხალხიც კი დაარწმუნეს ამაში, რომელსაც საღი გონების არარსებობას ვერ დააბრალებს. მისი საქმე შედგება რაღაცა 3 ეპიზოდისგან. ერთი არის პანჩურის ამორტყმა, მეორე არის ჯარისკაცების დასჯა იმის გამო, რომ მათ ბრძანების შესრულებაზე უარი თქვეს და მესამე არის უკანონო თავისუფლების უკანონო აღკვეთა, რომელიც პირველსავე სასამართლოს ხდომაზე დაიშალა იქვე, იმიტომ რომ მთავარმა მოწმემ აღიარა, რომ ეს ჩვენება უარყოფს და ზეწოლით არის მიღებული. ანუ ძალიან საინტერესოა, მე მაგათ ბოლომდე არ მესმის რატომ გახადეს ბაჩო ახალაია, რატო შეუქმნეს მას მონსტრის იმიჯი. ერთ-ერთი ახსნა არის ის, რომ ეს ძალიან ზედაპირზე რომელიც დევს, რომ მას მიუძღვის გადამწყვეტი როლი ამ ქურდული სამყაროს მოსპობის საქართველოში და ისინი, ვინც ახლა პარლამენტში არიან, ბევრი მათგანი იყვნენ სწორედ რომ ამ ქურდების ადვოკატები, როდესაც ეს ქურდული სამყაროს მოსპობის პროცესი მიმდინარეობდა. კერძოდ ბატონი კბილაშვილი, ჩვენი გენერალური პროკურორი, ბატონი შავგულიძე, ხალბატონი ეკა ბესელია, ნანა კაკაბაძეზე ყველაფერი ვიცი. და ჩემი აზრით ეს არის ერთ-ერთი ალბათ ახსნა იმისა, რატომ ებძვიან ასე ამ ბაჩო ახალაიას, არის ეს. მაგრამ წარმოიდგინეთ ახლა კბილაშვილის პროკურატურის მონდომებაში ეჭვი ალბათ არავის არ გეპარებათ, რომ ბაჩო ახალაიას ჩასმა ციხეში უნდა ისე, რომ საერთოდ ვერ გამოვიდეს, ხო? და აი იმ პირობებში, როდესაც ეს მთელი აპარატი მისია, რომ მას შეუძლია რაღაც ყველაფრის გაკეთება, არც ერთი ბრალდება არ არის, რომელიც დაადასტურებდა, რომ ახალაი არის სადისტი, ან ხალხს კლავდა და ბავშვებს ჭამდა და ასე შემდეგ. ჯერჯერობით მე რაც საქმე ვნახე, ხა იურისტი არა ვარ, გასაგებია, მაგრამ ჩემი ბავშვიც კი მიხვდება, რომ ეს საქმეები არის ფურთხით შეწეპებული ერთმანეთთან. ხო და ნახოთ აი რა მოხდება. რას გააკეთებს პროკურატურა. მე ესეთი ეჭვი მაქვს, რომ სასამართლო პროცესზე წარმატებას პროკურატურა ვერ მიაღწევს. შეეცდება ეს რაც შეიძლება უფრო გაწელოს, ანუ რაც შეიძლება დიდი ხანი ყავდეს ბაჩო ახალაია ციხეში
9 თვეში გადის ვადა, ანუ მისი დაპატიმრებიდან 9 თვეში გადის საქმის განხილვის ვადა, რის შემდეგ უბრალოდ უნდა იქნას გათავისუფლებული, თუ გადაწყვეტილება არ იქნას სასამართლოს მიღებული. ჩემის ესეთი ცუდი პროგნოზი იმაშია, რომ ის გამოვა და მეორე დღეს ისევ დაიჭერენ, ისევ რაღაცა თითიდან, როგორც ჩვენი პრემიერ-მინისტრი იტყვის, გამოწუწნული საქმის საბაბით. და არ ვიცი, აი ჩემი კომენტარი ეს არის, მე გუშინაც ვიყავი იქ, წინა დღეს იყო სასამართლოს, ანუ მისი დაცვის ხარის არგუმენტები მოვისმინე. ანუ ეგეთი შტაბეშტილება მაქვს. მე არ ვამბობ არაფერს, შეიძლება სავსებით შესაძლებელია, რომ თავისი კარიერის მანძილზე ბაჩო ახალაიას სადღაც რაღაცა დაუშავებია, ხო? მაგრამ ის რომ ის სადისტია არანაირად არ მტკიცდება არაფრით გარდა ეკაბესელიას პატიოსანი სიტყვისა და ის რასაც ეხლა აბრალებენ საერთოდ ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. და თუ ამ ხალხმა იცის რომ ბაჩო ახალაის რამე აქვს ჩადენილი, მაშინ ის რამე დადონ რა მაგიდაზე, რომ დავიჯეროთ მაინც. ეგ არის და ეგ. რობაქიძეზე რა, ანუ იცით, მე ამ საქმეს არც ადრე ვიცნობდი, არც ახლა წესიარად არ ვიცნობ, მაგრამ მე რასაც მივხვდი, ის მტკიცება იმისა, რომ იმ მანქანაში იარაღი ვინმე მჩადო, დღეს უკვე უაზროა, იმიტომ რომ იარაღი იქიდო. ეხლა იქ გასროლა ვინ მოახდინა, რატომ და როგორ, მერე იქ საპატრულო პოლიცია როგორ იქცეოდა, შეიძლება არც ისე პროფესიულად, მაგრამ ისიც გაიხსენათ, რომ ეს 2004 წელია, ხო? ანუ ამაზე ლაპარაკი შეიძლება ალბათ, მაგრამ მე კომენტარს არ გავაკეთებ, იმიტომ რომ კომპეტენტური არა ვარ, მაგრამ ერთი რასაც მივხვდი, რომ ის რომ იმ მანქანაში ვიღაცა შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალ თანამდებობის პირებმა გადაწყვიტეს ამას ინგლისურად cover up ქვია, ჩაეტარებინათ და იქ იარაღი ჩაედოთ და ასე შემდეგ, ამაზე ლაპარაკი დღეს ზედმეტია ჩემი აზრით, იმიტომ რომ იმ კადრებიდან მე ჩემთვის ყოველ შემთხვევაში კარგად ჩანს, რომ ის იარაღი იქიდო და რაც არავის ეს იარაღი გარედან არ მოუტანია და არ დაუდია გვერდზე. ნუ გასაგებია ხა რომ სასამართლოსთვის ეს ჯერ არ არის დოკუმენტი, არ არის მტკიცებულება, სანამ ექსპერტიზა დასკვნას არ დაწეს და ასე შემდეგ, მაგრამ ეხლა მე ჟურნალისტიკასთან, ტელევიზიასთან და რადიოსთან 20 წელიწადზე მეტია მაქვს შეხება და ეხლა ჩემი აზრით ეს კადრები დამონტაჟებული არ არის. და არც ის ხალხი, ვინც ამ კადრებში მონაწილეობს, ისინიც არ თამაშობენ რამე როლს. ხო? ეს რუსთავი 2-ის დადგმა ბაჩო ახალაიას სადისტობის არ არის. ნამდვილი კადრები. მადლობა თქვენ.